მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერე ფეტრეველი, მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენს გვისმენთ FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით, ასე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით, დღეს პარასკევია და ასევე ჩვენთან ერთად დასო ზურაბიშვილი, ჩემი თანაწამოყვანი პარასკევით, მოგესალმებით ხათო. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს. გასერე, ხო, შემოს გადაცემის შემოსვლამდე ხუმრობდით ხოლმე ესეთი გამოთქმები იყო, ხო, რას გვიშვება ეს მთავრობაო და ეხლა შეიცვალეს რას გვიშვება ამერიკის თავი. რას გვიშვება ჩვენ კი არა მთელ სოფლიოს, კი ბატონო და ასეთ ვითარებაში გავიღვიძებთ და თან ყოველ დღე ახალი რაღაც ხო სიურპრიზები. ერთი კი არ გვაცხენს, ანუ მოწყენილი არა. ტრამპთან ერთად ვერ მოიწევს ასეთი სიტუაცია, მაგრამ საინტერესო ეს რა შედეგებამდე მიგვიყვანს, ხო? ხო, მაგაზე მინდა ორი სიტყვა თქვა. ხო, ასე კიდე ერთი გამოთქმა გვაქვს ქართველებს კარგზე, ახლა ბავშვზე იტყვიან ხოლმე, ხო, ეს გაიზრდება ადაგვაშენებს ადაგვაქცევსო და ხო ტრამპის ამბავი ეგრეა. ხო, მე რას როგორ დასრულდება? ძალიან რთულია თქვა, მაგრამ დღეს რაც ხდება თავისთავად შეიძლება ერთის ხრი კარგი ამაში არაფერი არ არის, იმიტომ რომ ძალიან აჭრილი სიტუაცია ეს არ არის. როგორ გითხრა, ასე თუ ისე გარკვეული თამაშის წესები, თუნდაც ის იყოს გარკვეული, რომ აღარანაირი თამაშის წესები არ არსებობს, ესეც კი არ არის, აი გაუკვევლობაში. ყოველ დღე ცulis რაღაცებს, ხო, კანადას მექსიკას გამოუცხადებს, მე მეორე დღეს შეაჩერებს ტარიფებს. დაუწესებს, ხან შეაჩერებს, ხან დაემუქრება, ხან დაუყავებს, ხან გალანძრავს ვიღაცა ერთ-ერთი რუსეთთან ინარჩუნებს რაღაც სტაბილურად, რაღაც კეთილგამწყობილ რაღაც მინიშნებს. სხვების მიმართ სულ რაღაც იქცევა, ხან უკრაინას მიმართ როგორც იქცევა, ახლა მე ყოველგვარი იმის გარშემო შემიძლია გითხრა, რომ ელემენტარულად უზნეობა იყო მისი საქციელი, იმიტომ რომ ეს არაფრით არ შეიძლება. თვითონ სახელმწიფო ინტერესებიდან თუ გამოდიხარ, აი გუშინდელი მოკავშირე, რომელთანაც ამდენი წელია, უკვე 2 წელია პრაქტიკულად 3 წელი ომი აქვს, უმძიმესი ომი აქვს აგრესორთან, რუსეთთან და ამერიკის დახმარების ხარჯზეა, რასაც უძლებს ამდენი ხანი. აი უცებ ეს გადმოატრიალო 180 გრადუსით და შენ მოკავშირეს უთხრა რომ იცი რა ის წინა ხელისუფლება იყო და მე ფეხებზე მკიდია შენ ახლა არაფერი პოზიციები ხელში არ აგაკო ამომს ვერ იგებ და ახლა კეთილი ინები და რასაც გეტყვით გააკეთეთ ისე რასაც მე და პუტინი გადავწყვეთ შენ წამოყევი და პლუს ჟარგონულად თქვა პახოდუ ჩავაბარე შენი წიაღის ეს ახლა აი აღლევით ესეა და ხომ ეს არანაირი ეთიკაში მარკო რუბიო გუშინ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და თქვა პირდაპირ რომ ეს არის ომი ამერიკასა და რუსეთს შორის ფაქტობრივად. არაპირდაპირი ომი ამერიკასა და რუსეთს. არაპირდაპირი ომი ამერიკასა და რუსეთს შორისო და ახლა იგივე რასაც ახლა რუსები ამბობენ, რუსი პროპაგანდისტები ან აქ ჩვენთან პრორუსები ამბობენ, რომ ეს უკრაინა რაშუაში ეს სიამდვილეში უკრაინის ხელით ამერიკა ებრძვისო, იგივე აი რასაც რუსები ამბობენ, ყველაფერს ახლა იმეორებს ტრამპი და ადასტურებს და ახლა და აქედან რა გამომდინარეობს, თუ ახლა ამერიკა რუსეთის ომი არის, მაშინ ამერიკა და უკრაინა რაშუაშია. დაახლოებით ამისკენ მიდის, ხო, საუბარი. და ეს ომისთან ამერიკას არ დაუწყია და იწყო ბაიდენმა. ასე როგორც აი სააკაშვილმა დაიწყო, ისე ამბობენ ბაიდენს, ესე ბაიდენს ისე ბრალდება. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. აქ მე ძალიან ხშირად შეხვდა ჩვენთანაც ამბობს ბევრი ანალიტიკოსი, რომ შეიცვალა რაღაც სოფლიო წესრიგი. აი ჩაბარდა ძველი რაღაცა ლიბერალური წესრიგი, რომელიც თითქოს სოფლიომის ჩამოყალიბებული და ეხლა არის ახალი. ეხლა მოდი ასე ვთქვათ, რამზე მინდა 2-3 სიტყვა თქვა, იმიტომ რომ მგონია რომ კარგია რომ გარკვეული კონდეს. რაზე ვლაპარაკობთ? ჯერ ერთი მეორე სოფლიო ომის შემდეგ და მეორე სოფლიო ომამდე გარკვეულწილად, თუმცა მეორე სოფლიო ომის შემდეგ უფრო ცივი ომის დაპირისპირება პრინციპულად იყო იდეური, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირიც პოზიციონირებდა როგორც უფრო მოწინავე და კაცობრიობის რა უკეთესი მომავლისთვის მებრძოლის საზოგადოება, ასე პოზიციონირებდა, ის ამტკიცებდა, რომ მომავალი კაცობრიობა თუ უნდა ბედნიერი მომავალი არის სწორედ საბჭოთა კავშირის მოდელი. და ის არის მაგალითი ყველა ჩაგრულის, ყველა რაღაცა სუსტის, ყველა რაღაც სიმართლის მებრძოლის იგივეს პრაქტიკულად ეუბნებოდა ამტკიცებდა ამერიკა და დასავლეთი, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი სამყარო, ის არის ტოტალიტარიზმი. ანუ ეს იმთავითვე იყო ცივი ომი გარდა პოლიტიკური ინტერესებისა, რომელიც სულ არსებობდა გეოპოლიტიკური ინტერესებისა. ეს ასევე იყო იდეური დაპირისპირება.
როდესაც საბჭოთა კავშირი დამარცხდა მიდევურ დაპირისპირებაში გეოპოლიტიკურადაც და ყველანაირადაც და დაიშალა და დაკარგა ის გავლენა, დაკარგა აღმოსავლეთ ევროპა, დაიშალა თვითონ საბჭოთა კავშირიც, ხო? ასე თუ ისე იმ იდეაზე, რომელიც რა იდეაც დასავლეთს წარმოადგენდა, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული როლი ჰქონდა, როგორც ამ მსოფლიო დემოკრატიის თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ეს გარკვეულწილად დარჩა და ამას ეძახიან ერთპოლუსიას, იმიტომ რომ სხვა იდეა აღარ არსებობდა. დანარჩენს ჰქონდა უკვე თავისი გავლენაც მათ შორის. კი, გავლენაც და რა თქმა უნდა, ეს გრძელდებოდა გარკვეული პერიოდი. და ამ გარკვეულ პერიოდში უბრალოდ მე ვიტყოდი, ეხლა ჩვენ ინგრევა არა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგი, არამედ სწორედ აი საბჭოთა კავშირის შემდეგ რაც ჩამოყალიბდა, როდესაც იყო ერთადერთი ორიენტირი რეალურად ასეთი მსოფლიო პოლიტიკის, ეს იყო ეგრეთ წოდებული კრებსითი დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, სადაც რომელიც იყო დაფუძნებული ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, პიროვნების თავისუფლებაზე, ხა მე ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის იდეალურად სრულდებოდა ნამდვილად, ამას ვერავინ ვერ ვიტყვით. ასევე იყო საერთაშორისო ურთიერთობებშიც რაღაცა თამაშის წესები, რაღაც ეთიკის კოდექსივით, რომელიც ასევე ხშირად ირღვეოდა, მაგრამ სწორება იყო ამაზე. და ამას ითხოვდა ევროპას და ამერიკის შეერთებული შტატებიც ყველასგან და ჩვენი სახელმწიფოც, იგივე საქართველოც ასე თუ ისე თითქოს სტრატეგიული ორიენტირი იყო სწორება აი ამ სამყაროს. აი ხა ტრამპმა რაც გააკეთა, შეიძლება ითქვას დაანგრევს ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ამ წესრიგს. ადამიანი იძახეს რომ ამერიკა უნდა თავის ლოზუნგი ამერიკა გავხადოთ ისევ დიადი, ხო? ხო და რასტი ამერიკა დიადი რა უნდა გაიხადა რაც. ხო ერთხელ არა ამერიკა დიადი იყო პირველ რიგში იქიდან გამომდინარე რომ ის იყო თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ასე ითვლებოდა რომ ის იყო თავისუფალი სამყაროს ლიდერი. ხო და ასე მსოფლიო პოლიციები და ასე შემდეგ. ხო და ეხლა შენ თუ გამოდიხარ და იძახი რომ აგერ შენს მოკავშირეებს დაერევი უკრაინას მიატოვებ და ასე შემდეგ, უნებრივია არანაირ თავისუფალ სამყაროს ლიდერი შენ აღარ იქნები. აგერ ევროპელებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ თვითონ მივხედოთ ჩვენ თავს. ხო, მასთან ერთად იქნება კანადაც და ასე შემდეგ. ხო, ეხლა თურქეთიც შეუერთება ამ ერთობას, ამ შემთხვევაში ევროკავშირს არ გულისხმობ ერთობას, რომელიც უკრაინის ირგვლივ ჩამოყალიბდება. და შესაბამისად გამოვა რომ ტრამპი ამერიკას დიადს კი არ გახდის. პირიქით, მის ამ როლს, როცა ხო ხა თავისუფალი სამყაროს ლიდერობის როლს გააქრობს და დააკინებს, ეხლა ამერიკა, არ ვიცი ხა თუ მისთვის ამერიკა გავხადოთ დიადი მხოლოდ ის არის, რომ იქ რაღაც მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ეხლა ისედაც ყველაზე დიდი ეკონომიკაა და გავიგე აქ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა, ასე შემდეგ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ეხლა რაც ცნობები მოდის ამერიკიდან, ინფლაცია პირიქით გაიზარდა ამდენი ყევით ეკონომიკაში, ხო ხან ტარიფებს აცხადებს, ხან არ აცხადებს, იქ მთელი რაღაც სიგიჟეები ხდება, კვერცხის დეფიციტია და ბაიდენს აბრალებს ტრაის მასკი და გამოდის რომ ბაიდენმა ქათმები დახოცა და ამიტომ არის ცოტა კვერცხი და ნუ რაღაც, ანუ ყველაფერი უკუღმაოდ რეალდება და ეს ადამიანი არის რაღაც ეხა კონგრესში გამოსვლას უსმინე ზელენსკისანაც და ჩვეულებრივი ეგომანიაკის თავისლებას თავს, რომ მარტო უნდა რომ აქონდა ადიდო. ამას მაგარი ვარ. ეგ კონგრესშიც ახლა ვითომ ნახევრად ხუმრობით ამბობს, მაგრამ იძახეს რომ ეს არის ყველაზე წარმატებული რაღაცა 40 დღე თუ რამდენიც არის პრეზიდენტი, ხო, ინაუგურაცია რაც გავიდა, ყველაზე წარმატებული ამერიკის ისტორიაში. ვაშინგტონი არის მეორე ადგილზე და რაღაც ეგეთებს იძახეს. თავისთავად მაინც გაიყანა მეორე ადგილზე ვაშინგტონის მეფეზე. ანუ ჩვეულებრივი ეგომანიაკი რომელსაც სიამოვნებს რომ ყველა რო ადე და მისი ეს ისე რა ქვია ირგული, ვინც არის შეკრებილი, ამათ ეს დამოღამებული და ისე დიდებული ტრამპი და რაღაცა ჩვეულებრივი ისაა გაიჩიტა ჩვენ რომ დავცინოდეთ აქ ოცნებას. ტიპი დანიშნა რომ ბენზინას ადიდებს. ბენზინა მაგასთან შედარებით თავმდაბალი კაცია, რას ლაპარაკობ. ჩახვიდე ეგეთ რომ გაიჩიტა ამერიკაში. ყველა დგას და ტრამპის გარეშე არაფერი გამო. ისო დანიშნა ხა FBI-ის უფროსად, გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსად. ტიპს წიგნი აქვს დაწერილი მეფე დონალდს. ტრამპი ყავს დახატული, პირდაპირ ტრამპი და მეფე დონალდი რაღაცას იგეთის და იმის მომდანი ყველაფერი და ამით მოიგო გული რა ის ემბადელი რომელიც არის, აი წარმოიდგინე რა დონის მიკრელობაზე. ხა რო დაწეროს ვიღაცამ ტიპი მეფე ბიძინა და დახატონ ბიძინა და ის დანიშნონ მე რაღაც შინაგან საქმეთა მინისტრად. თუ ხო წარმოგიდგენია, აგრა ამბავი იქნება. კარგი და რა მინდა კიდევ თქვა. ხო და აი ამას მიაყენა უზარმაზარი დარტყმა. ანუ აჭრა ეს სიტუაცია ღიად დადგა პრაქტიკულად აგრესორის მხარეს და ზელენსკის ეუბნება რომ შენ კარტი არ გიჭირავს ხელშიო.
ნუ კარტი არ გიჭირავს ხელში რა ვერ უგებო რა ისო და რატო უნდა დაგიჭირო ყარიც ბო ის გერევა და ხა მოდი შენ გადი აქედან რა ხო და ეს რას ნიშნავს ანუ ახალი მსოფლიო წესრიგი კი არ არის ეს არის რასაც ტრამპი აკეთებს ეს არის ძალიან ძველი წესრიგი შუა საუკუნეებში კიდე უფრო ადრე ცოტა ჩხუბი არის მორევაზე რა ვისაც მეტი ძალა აქვს ვისაც მეტი ფული აქვს ის იგებს და იგივე ტრამპი რასაც ეუბნებოდა რაღაც ზელენსკი ცდილობდა მაშინ იქ რაღაც აი იდეალებით და რაღაც ძველი გადმოსახედიდან ელაპარაკა რომ აი ეს აგრესორია პირობას არ ღვევს სიტყვა გატეხა აი ეს ასე და მე აქედან რა ხეირიო ესე კითხე მე რა ვქნა რომ დაგეხმარო რომ მე რას მივიღე ანუ ფულზე გადახავს რა ესე იგი ანუ მოგებაზე და ფულზე თუ გადავიყვანთ და ყველაფერს თუ აქამდე დავიყვანთ რომ ვის რა მატერიალური ხეირი აქვს ეს რომ გამოდის რომ ჩვენ გადავედით ისევ შუა საუკუნეებში როდესაც რომ პრინციპში გავლენა იფასდებოდა იმითი ვიც უფრო ძლიერი იყო ძლიერი ჯარი ყავდა მეტ ქვეყანას დაიპყრობდა უფრო მაგარი ტიპი იყო და აქამდე თუ მივდივართ ეს არ მგონი ახალი წესრიგი იყოს ძალიან ძველი ყველაფერი ახალი ხო კარგად დავიწყებული ძველიაო და ახლა ესეთ ვარიანტი არის მაგრამ აქ საინტერესო რა არის ხო ჩვენ შიდა თემებზეც მინდა როგორი მოქმედებს ეს საკონსტიტუციო ხო ეხა ტრამპს ეს ხელისუფლება აღიქვამს თავის მოკავშირედ ეს უტყუილი აქ ძალიან საინტერესო არის შენ Facebook-შიც დააგვირდებოდი რომ ეს ტროლები ქართული ოცნების და ბოტები ტრამპის კრიტიკის გამო ისე ჩხუბობენ რომ ბიზნეს კრიტიკას გაპატიმრებენ ტრამპის კრიტიკას არა ეხა აი აგერ ჩვენს იმაზე ლაივზე Facebook-ზე ვინც რაც ერთი შემოვარდა ხელისუფლების ხარდამჭერი და ეს ორი ბიომასა აკრიტიკებს ტრამპს ჩვენზე წერს აბა რა თქვენ უფრო დიდი პოლიტიკოსები ხართ ტრამპის ადმოვა თქვენთან და ანუ ესე რა ტრამპზე რამეს თუ გავაზიარებ და ასე შემდეგ აი ხელისუფლების მომხრები და გესმენთ ბიზნეს კრიტიკას გაატარებენ და ხმას არ ამოიღებენ და ტრამპის კრიტიკას არ შეგარჩენენ ანუ ტრამპი გახდა რაღაცა მათთვის არ ვიცი თავარი იმედი და იმედია რომ თლად ბიზნეს რუსეთის პოლიტიკა ვიცით როგორიც ქონდა არც თუ ძალიან ლოიალური იყო მოდი თქვა განსაკუთრებით ბოლო დროს რუსეთის მიმართ მაგრამ ეხა მე არასდროს ამაში ეჭვი არ მიპარებოდა და არც ახლა არ მეპარება არანაირად არ არის ბიზნეს ინტერესებში რომ მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული აღმოჩნდეს იმიტომ რომ ბიზნესი თვითონაც ავტორიტარია და უნდა რომ თვითონ მართოს აქ სიტუაცია და არა ფსბ და ვიღაცა ფსბ-ს ოფიცერი თუ დასვეს და იმან მართა ეგ სულ არ აწყობს უნდა რომ თვითონ იყოს ხო ბიზნესა და ტრამპი არიან დაახლოებით ერთნაირი ტიპის ლიდერები უბრალოდ მათ შორის განსხვავება არის ის რომ ტრამპს უყვარს თავის გამოჩენა ბიზნესს მე მგონი მეტი ფული აქვს ცოტა მაგრამ ტრამპს მასკი უდგას ეგრე გვერდზე თუმცა ტრამპს უყვარს აი როგორ გითხრა ექსტრავერტია უყვარს რომ მას აქებენ ადიდებენ საჯაროდ თან თვითონ რო ჩანს უყვარს ყველგან გამოჩენა და რაღაც ბიზნესს არ უყვარს გამოჩენა უყვარს კულუარებში ყოფნა საერთოდ უჩვენია რომ არ ჩანდეს არსა და იქიდან მართოს მაგრამ ორივეს მიზანი არის აბსოლუტურად ძალაუფლება და ორივე უყურებს ასე აი აქედან მე რა ხეირი აი ნებისმიერ პოლიტიკურ ურთიერთობას ასე თან მეში იგულისხმება პიროვნება ქვეყანა კი არა პიროვნება იგულისხმება რა ხეირი ბიზნეს ეხლა უყურე და ეს შეიძლება ცოტა პარადოქსული რაღაც მინდა ვთქვა ეს მიდგომა რომ მათ ერთნაირი მიდგომა აქვს პოლიტიკის მიმართ შეიძლება ბიზნეს ივანიშვილისთვის არ აღმოჩნდეს მაინც და მაინც ხელსაყრელი იმიტომ რომ მაგალითად აი საქართველოს ტრამპის პოლიტიკა რა უნდა იყოს რა ტროლები შეაქებენ თუ არა ტრამპს ეს მას სულ არ დაღულება რა ხეირი რომ ბიზნესა და ხარი დაუჭირო აქ აი ასე დავსვათ კითხვა ტრამპი იკითხავს ამას კი მაგრამ მე რა აქედა აი ამის ხარ რას მომცემს აი უკრაინა მინერალებს მაძლევს ის რაღაცა არქტიკაში მეპატიჟება პუტინი შენ რას მაცლებ და რისი მიმცემია თქვა პირდაპირ ვერაფრის ნუ პორტი ერთადერთი თქვა ანაკლიის ხაზარზე გამოვიდა სხვაში ამ ინიციატივით რომ აი ხა არის შანსი რომ ტრამპი დავაინტერესოთ ისევ ანაკლიის პორტით ხო და ამაზე უცებ მატეხა რაღაც ყვირილი რომ აი უსამშობლოა ეგა სხვა ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს რაღაც უკუღა მოატრია სპორტსარაზე და ჯეტის პორტი შეიძლება სულაც არ უნდადეს ის პორტი იმიტომ თუ ტრამპი ამბობს რომ მე არ მაინტერესებს ეგ რეგიონი საერთოდ და ფეხებზე მკიდია მაშინ იდი უნდა დაინტერესებს დაინტერესებს მოკლედ რო ვთქვა არა გვაქვს ჩვენ არც ნავთობი არც და შეიძლება თქვას რომ აქ მოკავშირე აი იყოს თურქეთი აზერბაიჯანი აი მოკლედ აი იყავით ასე ამ ტრანზიტში და იყავით და ევროპა მიხედოს თუ აი თუ ევროპას აქვს რამე ინტერესი რა წყობს ბიზნეს ივანიშვილს და ევროპასთან დარჩენა
იმიტომ რომ ევროპაში ის თქმეს ვერ ჩააწყობს. ევროპაში სთან ის არის პერსონა non grata. non grata. როგორც ქართული ოცნება ამბობს, ევროპას ჯერ კიდევ deep state-ი მართავს. ხო, იმას deep state-ი მართავს და კიდე кайხანი იქნება ასე და კიდე უფრო მეტად. აი, რაც შეეხება ბალტიისპირა ქვეყნებზე აღურიან განსაკუთრებით აგრაფილები, იცით რომ ხა ბალტიისპირეთის ქვეყნება დაასანქცირეს დაასანქცირა ბევრი ადამიანი, პროკურორები, პოლიციელები, მათ შორის დეპუტატები, მათ შორის არის ტალახაძე და სხვები და ტალახაძეზე იყო როგორ წარმოუდგენია თუ ტალახაძეს დასანქცია შალვა პაპუაშვილი ამბობდა და ანუ და ახალი ის მოიგონეს რომ ესტონე ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ასეთი მკაცრები მიტო არიან ჩვენს მიმართ რომ მათო ეშინიათო რუსეთი თავს არ დაესხათო და უნდათო რომ ჩვენ ვიყოთ წითელი დროშა წითელი ნაჭერი რუსეთის წინაშე და ჩვენსკენ რომ უნდათ რომ ჩვენსკენ რომ მოტრიალდეს რუსეთი და თავი გადაირჩინო ანუ ჩვენ ჩაგვთო ომში ანუ ისევ ამ მიმართულების მიდიან რომ ერთ-ერთი გამართლება ეს აქვს ყველაფერზე რომ ვინმე თუ აკრიტიკებს ვინმე თუ სანქციას უწესებს ეს არის იმიტომ რომ უნდათ რომ ომში ჩაგვთო და მაგრამ სხვა იმას მე მაინდა-მაინც ვკითხა დიადახტოვანებული არასოდეს არ იყო ბალტიის ქვეყნების პოლიტიკის საქართველოს მიმართ თუნდაც ამ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. აქ მთელი პრობლემა ის არის, რომ არაფერი შესთავაზებელი ტრამპისთვის არ აქვს, ანუ ტრამპმა რატო უნდა დაიჭიროს ბიზნეს მხარე აქ სიტუაციაში და რატო უნდა გაუწიოს მას მხარდაჭერა. თუ იკიდებს რეგიონს, საერთოდ ფეხებზე იკიდებს და იძახის, რომ ეს არ მაინტერესებს. ერთი ვარიანტი მაქვს აქ. უნდა მოხდეს რა. ერთადერთი ვარიანტი აქვს. არის დავამთავრებ რა, იმიტომ რომ აქ მაშინ ხდება უფრო უარესი რაღაც ბიზნესი. თურქეთის აქტიურება პროევროპული მიმართულებით. რაც ბიზნესთვის სერიოზული საფრთხეა, იმიტომ რომ თუ თურქეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის რაღაცნაირად ალიანსი შედგა და ეს ალიანსი იქნა თან პროუკრაინული, აქ ჩათვალე რომ ეს ჩართული იქნება აზერბაიჯანიც, იმიტომ რომ აზერბაიჯანი გააკეთებს იმას, რაც გააკეთებს თურქეთი. ეს სტრატეგიული მოკავშირეები არიან და პრინციპში მიყვება ერდოგანს ძირითადად ალიევი. და სომხეთი ასევე ეძებს რუსეთიდან გამოსვლის გზებს და ევროპაში ინტეგრაციის გზებს. და პრაქტიკულად ბიზნესი რჩება მარტო ასეთ სიტუაციაში აქ ამ მოთამაშეებში და ამ ღია რუსეთი ჩვენ პროგრესი უნდა გახდეს ერთადერთი. წინა გადაცემაში ერთ-ერთი ჩემი სტუმარი კითხულობდა და ვეთანხმები რომ ჩვენს რეგიონში ყველას ვიღაც მოკავშირე ყავს. ხო, ეხლა სომხეთს ყავდა რუსეთი, რომელიც არ არგო არაფერში. აზერბაიჯანს ყავს სამხედრო მოკავშირე თურქეთი, ის კი არა აფხაზებს და ოსებსაც ყავთ, ხო, რუსეთის სახით, ხო, რაღაც ის ჩვენ არ ვაღიარებთ, მაგრამ ის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომ ურთიერთდახმარების შესახებ უსათა ჩვენ ვართ უპატრონო. ერთადერთი ამიტომ იყო რომ ჩვენ ვცდილობდით რომ დასავლეთი გაგვეხადა ჩვენ მოკავშირედ. ამაზე იყო აქ საუბარი. ეს ისინი რა ქვია, რო კითხულობენ რომ რა გინდათ დასავლეთში, იმიტომ გვინდოდა რომ მოკავშირე ყოლოდა რა. უსაფრთხოების ფაქტორია. უსაფრთხოებაში ვიღაცა ეხლა ეს მოკავშირე თუ არ აქვს და თუ ამერიკა გვიკიდებს, ევროპაზე ჩვენ თვითონ ვამბობთ ვარს და ასე შემდეგ. რჩებით მარტო, ხო? მარტო თუ რჩები ამ რეგიონში მოკავშირის გარეშე ან გელი შეგჭამს ან გლისფერი ტურა როგორც გამონათქვამია ხო ეხა გამოდის რომ ვიღაცებს გონია რომ მარტო რუსეთმა შეიძლება შეგვჭამოს რუსეთი რა ეხა ხვალ 10 წლის მერე რა ურთიერთობა იქნება აზერბაიჯანი როგორ გაძლიერდება რა მოვა რატო ფიქრობ რომ აზერბაიჯანს რაღაც ინტერესი არ გაუჩნდება იქ რა თურქეთს და რა ინტერესი გაუჩნდება ანუ შენ მოკავშირის გარეშე როგორ ძლებ ვერ გაძლებ შენი ამბავი თუ დამთავრდა ნატოსთან დამთავრდა ევროკავშირთან შენ მაშინ უნდა ეძებო ახალი მოკავშირე ვინ არის აქ შენთვის რჩება რუსეთი ანუ გინდა არ გინდა შენ რაც არ უნდა იძახო რომ მე არა ვარ რუსეთის მოკავშირე ბოლოს მიდიხარ და უნდა შეეკეთო რუსეთს თუ ევროპა არ გინდა ესე უნდა შეეკეთო რუსეთს ხო არ ვიცი ხა ბიძინა თამაშობს მე მგონი რომ ჩინეთი შემოყვანა ჩინეთი ასე თუ შეიძლება ევროპის მოკავშირე გამოვიდეს და ჩინეთი აქ რამდენად დაინტერესდება რაღაც შენი უსაფრთხოების დაცვით ეს არის სრული სიგიჟე ხო აქ რაღაც იარაღით დაგიცვა ჩინეთმა არ არსებობს ეგ ჩინეთის ინტერესი საქართველოში არის ტრანზიტი ევროკავშირში აი ეს არის ჩინეთის ინტერესი და შენ თუ ევროკავშირთან გაქვს კონფლიქტი. მაშინ ცოტა ვერ ახართ ვერ ჩინეთთან კარგად თუ. ხო და აი ეს რომ უხარიათ ახლა ამ ხელისუფლების მომხრეებს რაც ხდება. ხო აი როგორი შტაბშლები რჩება, იცი რომ მათ არ აქვს აი მეორე მესამე დღეზე გახედვა არ შეუძლიათ. ანუ დღევანდელი დღის ცხოვრება რომ აი ჩვენ რომ ამბობდით რომ დასავლეთი ცუდია მიატოვებს უკრაინას ეს თუ გამართლდება ესე იგი ჩვენ მაგრები ყოფილვართ. ჯერთ ეს ასე არ დასრულდება ჩემი აზრით და ევროპა თავისი სიტყვას იტყვის ევროპა მაგრამ და ამერიკას ბევრ ამას გადააფასებს და ბოლოს ტრამპი 4 წლით არის მაგრამ დაუშვათ რომ ასე მოხდა ხო
აი აქ ამ შემთხვევაში ამ კითხვას რომ სვამ ძალიან უკვირთ. აი ის ვიხარია რომ ჩვენ მართლები აღმოჩნდი. შენ რომ მართლა თუ მართალი აღმოჩნდი, ნიშნავს რომ უბრალოდ დაგვერხა. ანუ ქვეყანას დაერხა, ანუ დღეს კი არა ხვალ ზეგ და პერსპექტივაში რჩები მარტო. რეალური მოკავშირის გარეშე. მერე შენ მოგიწევს ისევ შეეფარო რუსეთს და ანუ ვიღაცებს შეიძლება ესეც უნდათ. ეს უნდა შეიძლება რომ აი რუსეთის გარეშე არაფერი არ გამოვა და მოდი ისევ რუსეთის ნაწილი გავხდეთ. თუ ეს გინდათ, მაშინ პირდაპირ გითხარით ხალხმა, ხო? ასეთი გვეთამაშებით რა ვიცი. მეორე ხრი, მე რა მაგ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი. ადრე შუა საუკუნეები ვახსენეთ, დღის წესრიგი იგივე შემოაქვთ. შუა საუკუნეებში იყო ეგრეთ წოდებული ექსტენსიური ეკონომიკა. ანუ ეს რას ნიშნავს, როდესაც რაც მე ტერიტორიას ფლობდი, მით უფრო ძლიერი ეკონომიკა გქონდა. ანუ ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების დონის აწევა ეს მიიღწეოდა ახალ-ახალი ტერიტორიების ათვისებით. თანამედროვე შემდგომში ტექნოლოგიის და ასე ვთქვათ განვითარება მოიტანა ის სიტუაცია, რომ არ არის აუცილებელი შენ მაინც და მაინც ჯარი გეყენოს ეხლა სხვა ქვეყანაში და შემოერთებული გქონდეს, რომ იქ სერიოზული პოლიტიკური ბერკეტები გაგაჩნდეს და გავლენები გაგაჩნდეს, იმიტომ რომ არის უამრავი ეკონომიკური ბერკეტი სხვა, რომელიც არ საჭიროებს მაინც და მაინც იმ ტერიტორიის დაპყრობას. მაგრამ აქ არის სწორედ რუსეთის პრობლემა. დღეს, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიებში შეჯიბრია, ხელოვნური ინტელექტი შეჯიბრება, მაგრამ ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს, რუსეთი ამ თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩენილია. ბევრად უკან არის ამერიკის შეერთებულ შტატებზეც, ბევრად უკან არის ჩინეთზეც, ბევრად უკან არის ევროკავშირის ქვეყნებზე, საფრანგეთზე, ბრიტანეთს, ისინიც გაასწრებენ მალე ეკონომიკით, ანუ თანამედროვე ეკონომიკაა. ისეთი, რომელიც არ საჭიროებს ამ ექსტენსიურ რაღაც ტერიტორიულ ახალ ტერიტორიების დაპყრობას. ასეთი ტიპის ეკონომიკაში რუსეთი ვერ უწევს კონკურენციას, ვერც ევროპას, ვერც ამერიკას, ვერც ჩინეთს. და ერთადერთი საკუთარი გავლენის გაზრდისთვის რუსეთის გზა არის რა? რუსეთის გზა არის დაპყრობა სხვა ქვეყნის. დაპყრობა, ჯარის შეყვანა, სამხედრო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, რეჟიმის დამყარება და კიდე რაც უფრო მნიშვნელოვანია. რუსეთი არ არის დაინტერესებული მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ეკონომიკური განვითარებით და კარგად რომ იყვნენ ის ქვეყნები. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იჭერს ამ ქვეყნებს. აგერ ავიღოთ აი მარტივესი მაგალითი ვაკ, ცხინვალის რეგიონი. რა არის ერთი სოფელია რუსეთისთვის ეს, ხო? ხო არავითარი პრობლემა თვითონ არ უნდა იყოს, იქ უნდა ყვაოდეს ახლა ყველაფერი. იგივე აფხაზეთშიც. შეადარე ეხლა აფხაზეთი და შეადარე აქეთ საქართველოს გადმოდი და აგერ ბათუმი შეადარე დღევანდელ სოხუმს. რომ ეს სადადე და მიწაა და რა პრობლემა არის რუსეთისთვის რომ ფული ჩაედგება არ აკეთებს. ნუ ეხლა რაღაც შეიძლება გააკეთონ, იმიტომ რომ სხვაგან ვეღარ დადიან დასასვენებლად. არა, ცოტა ყოველთვის იყო, მაგრამ ეხლა ნუ იმ პოტენციის გათვალისწინებით რაც რუსეთს აქვს ნუ ეს არის მათხოვრო მდგომარეობაში ეს ადგილები, ყოფილი ავტონომიები, ხო? და ეს ასე იქნება. შენთან აქაც თუ მან გავლენა მოიპოვა, ეს იმისთვის კი არ იქნება, რომ საქართველოს აყვავდეს. ეს იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ყავდეს ასე იგივე მდგომარეობაში, რაც არის აფხაზეთში, რაც არის ცხინვალის რეგიონში და საერთოდ შეხედეთ რა რუსეთი სადაც აკონტროლებს და თვითონ რუსეთში როგორ ცხოვრობს ხალხი, ის ნახეთ ერთი ტამბოვსკი ობლასტში და იქითკენ რიაზანის ობლასტში. მაინც მოსკოვის ცენტრში და პეტერბურგის ცენტრში მოუყურებთ. ანუ სხვაგან როგორ ცხოვრობს. ანუ ეს ასეთი მართლობის სტილი აქვს მას. ხო, თორემ რუსეთი არ მოგთხოვს დემოკრატიას, როგორც ევროკავშირი. არც დემოკრატიას, არც ადამიანის უფლებებს. ანუ რუსეთთან ერთად ყოფნა ნიშნავს იმას, რომ არანაირი საგარეო ზეწოლა საქართველოში მართველებს არ ექნება. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი უცებამ რომ კარგად გაიგოს, სააკაშვილი რო ყოფილიყო რუსეთის მოკავშირე, დღემდე ის იქნებოდა ხელისუფლებაში. და იქნებოდა რა პრობლემა იქნება. ვერ მოიშორებდი, იმიტომ რომ სააკაშვილს რუსეთი ეტყოდა, რომ რაც გინდა ქენი, გინდა ხალხი დახოცე, გინდა შენ ოღონდ ჩემიანი იყავი, გვერდით დაგიდგები. რაც დასავლეთმა არ გააკეთა ბოლოს. ხო, იმიტომ რომ თავიდან ედგა გვერდში სააკაშვილს, მაგრამ მერე უკვე კლინტონი ჩამოვიდა აქ 2011-ში და სააკაშვილს ჟურნალისტებს წინაშე უნდა უთხრა, რომ ხელისუფლების გადაცემა უნდა მოხდეს 2012-ში. შესაბამისად, ანუ და მასზე იყო ზეწოლა და მაგალითად როცა ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვა მოქალაქეობა, გვახსოვს ხო 2011-ში, როცა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მივიღება წოდება, ეგრევე ჩამოართვა მოქალაქეობა.
დასავლეთიდან ზეწოლა რო არ ყოფილიყო სააკაშვილზე ბიზნესში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა პირად. დაიჭერდა ელემენტარულად. დაიჭერდა რაღაცას უზამდა. დასავლეთიდან ისეთი კრიტიკა წამოვიდა სააკაშვილი იძულებული გახდა რომ კონსტიტუცია შეეცვალა და ივანიშვილის მიესთვის მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეხლა შენ წარმოიდგინე რუსეთის მოკავშირე რო ყოფილიყო სააკაშვილი რას ეთყოდა რუსეთი ეთყოდა შენ კარგად იყავი კაცო გითუგდა საერთოდ დაგიჭერი ეგ ბიძი და ესენი გამოდიან და ამბობენ რომ აი დასავლეთი იყო სააკაშვილის მოკავშირე სააკაშვილის მოკავშირე იყო მაგრამ ასეთი რაღაცები მაინც არაპატია მას მარტივად დაფიქრდით ხო ეხლა ბიძინასთვის მოქალაქეობა რო ჩამოართვა ვისი იძულებით დაუბრუნა სააკაშვილმა ხო აი იმათ გონათ რო ისე რა დასავლეთის იძულებით თორე ეხლა სხვა ვინ აიძულა შესაბამისად ბიძინას მომხრია იმათ დემოკრატია არ უნდათ მოდი ასე ვთქვა გავიგე მაგრამ ამიტომ ვაპარაკობ მიშაზე ამიტომ მინდა რომ კარგად გაიგო ხო იმიტომ რომ მათთვის ეხლა ბიძინა თუ იქნება და იქნება ეს აწყობთ მაგრამ აი მიშა რო ყოფილიყო დღემდე აწყობდათ ეგ და რუსეთის მოკავშირე რო ყოფილიყავით ვერც ბიძინა ჩამოაგდებდა მიშას ვერც ხალხი და ვერან ვერ ჩამოაგდებდა სააკაშვილს რატო გახდა იძულებული 2012 წელს არჩევნების შედეგები ეხიარებინა იმიტომ რომ ამერიკელებმა უთხრეს რომ არ დაგიდგებით გვერდით თუ გააყალბებ არჩევნებს მწვანეშუქი არ აუნთეს მარტივად რო ვთქვა ასე იყო კიდამდე ხო და რუსეთი ეგრევე აუნთებდა მწვანეშუქს ეს არის განსხვავება მაგრამ ნუ ახლა ამ ადამიანებს ილაპარაკე რაზეც გინდა იგივე ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებს იმას ჩემი აზრით რომ მან მოიგოს იგივე ამ ტრამპის გული და ამერიკის გული იმდენად რომ აქ ამერიკა იყოს მისი ხელისუფლების გარანტი რუსეთთან ღია ასე ვთქვათ პრორუსული რომ მარტო რუსეთი ყავდეს ხარდამჭერი და ევროპას დაუპირისპირდეს მით უმეტეს დღევანდელი ევროპა რომ სადაც სერიოზული გარდაქმნები იწყება თუმცა ეს არ იქნება ადვილი სხვაშორის ძალიან საინტერესო სტატუსი ჰქონდა ის Facebook-ში გიორგი ცხადაიარდი ჩვენი მეგობარი კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი საინტერესო ნიუანსი ჰქონდა ჩავლებული რომ ევროპისთვის იმდენად ტექნიკური პრობლემა კი არ არის ეს გადაიარაღება და ასე ვთქვათ ეს შეიარაღება მენტალური პრობლემაც არის იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პრაქტიკულად ევროპაშია ესეთი ცნებები რაც აი სამხედროძლიერი სამხედრო ძალას გულისხმობს მას ჭირდება შესაბამისად პატრიოტიზმი რაღაცა ნაციონალიზმი გარკვეული დოზითაც ხო ეროვნულობის გრძნობის და ეროვნულობის განცდის გაღვივება აი ამაზე პრაქტიკულად იყო უარი ნათქვამი კი არ იყო პრაქტიკულად ფაშისტებს დაუთმეს ეს ასე ვთქვათ რაღაც გაიგივდა გერმანიაში განსაკუთრებით ნაციზმთან და ჰიტლერთან ეს ასე ვთქვათ პატრიოტიზმის ცნება ჰიმნის სიტყვებიც კი შეცვალეს გერმანიაში Deutschland über alles რო იყო ამოიღეს ის აღარ არის ეს ტექსტი დღევანდელ ჰიმნში და დღეს ესე იგი როდესაც უკვე დადგა დღის წესრიგში რომ უნდა იყოს შეიარაღებაც ამას ჭირდება შესაბამისი ფსიქოლოგიური შემზადება იმის რომ დემოკრატია სჭირდება დაცვა ცნობილი ჯაბაიოზელი არის გამონათქვამი რომ გავიხსენოთ დემოკრატია რომ ლობიობა არ არის ეს დაუდგათ ამ ჭეშმარიტების ჟამი დღეს ევროპაში და ეს იქნება ჩემი აზრით თავარი პრობლემა რომ როგორმე უნდა გადალახოს მომენტი ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ ჩვენ შემოგვერთება ზვია ძიზიგური გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი და უფრო შიდა პოლიტიკაზე ვისაუბრებთ უნებრივია და აუცილებლად ვისაუბრებთ ყობახიძის უზბეკეთში ვიზიტზე და მის მიერ თემურლენგის ძეგლის შემკობაზე გვირგვინები თემურლენგის პერდიშტო სახტელად მარცხით თემურლენგის ყველაზე სასტიკი მტერი საქართველოს ვინც ყოლია თემურლენგი პრემიერ-მინისტრი მივიდა და გვირგვინებით შეამკო მისი ძეგლი მოგ დავრუნდებით ჩვენ ასე ვთქვათ თემურლენგის ბოდიშტო სახტელად დავრუნდებით რეკლამის შემდეგ აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით შემოგვიერთდა ზვია ძიზიგური გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მოგესალმებით გადამზვიად გამარჯობა მადლობა განაცემაში სტუმრობისთვის და ვიდრე ჩვენ აქ ეხა ტრამპზე ვჭობდით არც თუ სასიამოვნო კონტექსტში და დათო ხო ყოველწამიერად იცვლება ყველაფერი ხან რა ინფორმაცია გამოდის ხან რა ინფორმაცია აგერ ეხა ბოლო ინფორმაციით დონალდ ტრამპი გამოვიდა და ამბობს რომ სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებსა და ტარიფებს მანამდე სანამ ცეცხლის შეწყვეტა საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ხო, ეხლა რუსეთს ემუქრება. მოკლედ არ ვიცი, იმ ფაქტზე დაყნობით რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურად ბომბავს უკრაინას ბრძოლის ველზე, სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს.
და მე რას თქვა, რუსეთსა და უკრაინას მიმართავ დასხედით მაგიდასთან ახლა ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. მადლობაო, დაწერა სტრამპა და 3 ძახილის ნიშანი არის ბოლოში. მოკლედ ზვიად რას ფიქრობ? რა დღეში ვართ? გეტყვი და ვეცდები ჩამოვაყალიბო, რასაც ასე იგი, ყველანი ვუყურებთ ახლა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, იმიტომ ყველაზე მეტად ვისაც ეხება დედამიწის სულზე კონფლიქტი როგორ დამთავრდება, ეხება საქართველოს. მე ასე ვუყურებ შეიძლება სუბიექტური უკრაინის მერე ალბათ. უკრაინის მერე, ხო, აი კონფლიქტის დამთავრების შედეგები ჩვენ შეიძლება ან პოზიტიურად წავიდეს ჩვენი ქვეყნისთვის, ან ნეგატიურად წავიდეს. იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას როგორ წავიდეს, რომ ის ეხლა ხელისუფლების მხარეს ხარ, ოპოზიციონერი ხარ, რაღაცა, ის ჩემი აზრით ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს, რომ კონფლიქტი დამთავრდეს ისე, მშვიდობა დამყარდეს ისე, რომ ამბიდან რუსეთი არ გამოვიდეს გამარჯვებული. რა ლაპარაკობ, შალარამიშვილმა პირდაპირ გამოაცხადა ტელევიზიით, რომ უკრაინა თუ წააგებს, ეგ არის ჩვენთვის გამარჯვებაა. ზუსტად მაგ ტექსტს ვამბობ, ზუსტად რომ უკრაინის წაგების შემთხვევაში რა ხდება, რომ ის ტერიტორიები, რომელიც ახლა ოკუპირებული აქვს რუსეთს, ასე თუ ისე, არ ვიცი როგორი ფორმებით, მაგრამ შეიძლება რაც ყირიმში გააკეთეს, იგივე გააკეთონ, შემდეგ რეფერენდუმი ჩაატარონ, რაღაცა მიუერთონ, რაღაცა თავისივე კანონებით, რაღაცა და ყირიმიზაცია მოახდინონ, იმიტომ ანუ ოკუპირებული ტერიტორიები ასე თუ ისე დაიკანონონ. ეს ნიშნავს ამას, ხო? ამავე დროს თუ ეს ასე გადაწყდება, მაშინ რა ელის ჩვენ არაღიარების პოლიტიკას, რა ელის სოხუმს, რა ელის ცხინვალს, როგორი უნდა იყოს დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება არაღიარების პოლიტიკის უსაფრთხოების ნაწილში, საქართველოს სადა ვართ და რა ვითარებაში ვართ, რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე ვდგებით და ვდგებით პირდაპირ რუსეთის წინაშე უნდა გითხრათ და მარტო ვრჩებით ფაქტიურად რუსეთის წინაშე და ეს მე მგონი საქართველოში ახლა ვისაც ელემენტარულად აქვს საღი განжის უნარი ყველასთვის არის მნიშვნელოვანი რომ ამ კონფლიქტიდან რუსეთი არ გამოვიდეს წარმატებული. ახლა აქ არის ხო და 20 ამას პირიქით უყურებს. კი, 20 პირიქით უყურებს, მაგრამ მე მგონიათ რომ თუ ეს კონფლიქტი მორჩება უკრაინის დამარცხებით, მათზე მე დასავლეთისგან ზეწოლა რატომღაც შესუსტება, ანუ დასავლეთი დაანებებს, ჩვენს დაგვიკიდებს. გავიგე დასავლეთი ჩვენ რო დაგვიკიდებს, ეგ არის საქართველოს ინტერესი? ანუ მე მაგას დავდობ რომ პირისპირ დავრჩებით რუსეთთან თქო და ეგენი თუ მაგითი ხალისობენ რომ პირისპირ დავრჩებით რუსეთთან, ვერ გავუმარჯოთ. ესე იგი, რა გვრჩება შემდეგ პერსპექტივაში, მე გეტყვით ახლა არაერთხელ მithქვამს და ვიტყვი 3+3 ფორმატი გვრჩება. 3+3 რა ფორმატია? ხო, ეგ რა ფორმატია? კიდე მოდი ეცი ვთქვათ, ეს 3 პირველი 3, რატოა 3+3 და რატო 6 არაა პირდაპირ, ხო? იმიტომ რომ იქ 3 რაღაც ცოტა სხვანაირია და მეორე 3 სხვანაირია, ხო? რუსეთი, თურქეთი და ირანი, ჩვენი ისტორიული მეგობრები, ასე ვთქვათ, სულ ყველანი 3-ვე მეგა სახელმწიფო დგას და ჩვენ იმ ფორმატში უნდა ვიყოთ და იქ ჩვენ რა პარტნიორულ ურთიერთობაში, თანასწორ ურთიერთობაში ვქნებ თუ სადაა ჩვენი უსაფრთხოება, სადაა ჩვენი ხვალინდელი დღე, სადაა ჩვენი შვილების მომავალი და საერთოდ რა ხდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებაზე, რომ არაფერი ვთქვათ რა. ასეთი ვითარებაა შექმნილი. შეება შტაბ-ჭდილება რომ ესე იგი, ნუ 3+3-ში გამოაცხადეს რომ ჯერ არ შევდივართ ყოველ შემთხვევაში ჯერ უარია ამაზე ნათქვამი ოფიციალურად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უბრალოდ გავიმეორებ მე კიდევ წინა ასე ვთქვათ პირველ ნახევარში თქვი ეს რომ მე არ მგონია პირადად რომ ბიძინა ივანიშვილის ოცნება იყოს ასე ვთქვათ პირდაპირ მთლიანად რუსეთზე გახდეს დამოკიდებული იმიტომ რომ არ მგონია ამ შემთხვევაში მას კონდეს გარანტია რომ კიდევ თუ არა მას დატოვებენ და ვიღაც FSB-ს ოფიცერს არ დასვამს აქ მაგრამ მეორე მხრივ არაფერი იმისთვის რომ დაბალანსდეს ეს რეალურად და სხვა ბალანსი გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის და თუნდაც ევროპის ქვეყნების ევროკავშირისა არ არსებობს აქ რეალურად ხო რა უნდა დააბალანსოს ცდილობს რაღაცას იქ ჩინეთზე იმას მაგრამ ისე აიჭრა აქ სიტუაცია აი რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლება ეხლა ჩვენ მერანსაც ვაკვირდებით დღესაც აკეთებენ არიან გაღურსულები ამ საგარეო იმაში და ელოდებიან როგორ დაალაგდება აი ამღრეული წყალია სერიოზულად და ელოდებიან რომ ემან რამე არ შეგვეშალოს და ლოგიკურიც არის. მე გეთანხმები ერთ რამეში რომ
ის რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს აქ უნდა რომ რუსეთის ის გახადოს ეს თვითონ და რუსეთი უფროსად არავის უფროსობა არ უნდა მოკლედ ეს არის მისი ქვეყანა მოინიშნა უკვე დაადო თათი და თქვა რომ ჩემია რა ეს შემოღობილი არის ჩემი ევროპა სანამ ჭირდებოდა ამ შემოღობილში რომ ყოფილიყო თვითონ უფროსი მანამ ევროპა იყო კარგი ეხლა ევროპამ რო უთხრა რომ ასე არ არის ბიძია როგორც შენ მიყავს სიტუაცია და ესე შენ ვერ დარჩები ხელისუფლებაში ამის მერე თქვა რომ აი მაშინ ევროპა არ მინდა ცუდია ევროპა ცუდია ამერიკა და კარგია რუსეთი ესეც ტაქტიკა არის იყენებს იმისათვის რომ თავისი ძალაუფლება აქ მაქსიმალურად შეინარჩუნოს არაფერი დიდი სტრატეგიული ხედვები და რაღაცა აქ არ არის და არ იკითხება უბრალოდ ადამიანი ამბობს რომ ამ ტერიტორიას არ შეეხოთ რა ეს ჩემია ეს ტერიტორია ჩემი აბა რა არის ყველაფერი სახელმწიფო სტრუქტურა მე მომორჩილება სამივე აღმასრულებელი შტო ჩემია ერთი ვისაც ვერ იმორჩილებს არის არასამთავრობო სექტორი და ახლა დაწყებული აქვს მაგ მიმართულებით მუშაობა ვისაც ვერ იმორჩილებს არის ეგრე ტელევიზიების ნაწილი და მაგ მიმართულებითაც აქვს დაწყება მოასუფთავოს უნდა მთლიანად ეგ სივრცე ისეთი რომ ვიქნები და ვიქნები თემა რა ესეთი რაღაც გაკეთება უნდა სხვა არაფერი აქ არ იკითხება კი ბატონო ხო და მეგობრებს საინტერესო თემა არის რომ დასავლეთში ვერ დადიან ვერსად ვიზიტით და ყოველ მეორე კვირას თუ ყოველ კვირას აქვთ შუა აზიაში ვიზიტი მოიარეს ახლა არ ვიცი ხან აზერბაიჯანში ჩადიან ახლა უზბეკეთში არიან თურქმენეთში ყაზახეთში იყვნენ წინა დღეს და უზბეკეთში ესეთი ამბავი მოხდათ რეკლამამდე ვიხსენებდი ჩვენი ქართული დელეგაცია მიიყვანეს ახლა დამოუკიდებლობის უზარმაზარი მონუმენტი ქონიათ უზბეკეთში სადაც მთავარი ფიგურა არის თემურლენგი და ყვავილებით შეამკობინეს და არის ახლა ამას დიდი ამბავი ატეხილი რომ თემურლენგი იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მტერი ჩვენი ქვეყნის 8-ჯერ შემოგვესია ეს უპატრონო ჩვენი ბრალი იყო რო შემოგვესია ჩვენი ბრალი იყო დავდებოდით თავიდანვე დავდებოდით გიორგი მე-6-ემ გაუწია წინააღმდეგობა ხო და ესე ჩვენი ბრალი იყო რა ბრალი ხო და მოკლედ აბა ომი გინდოდათ აი ომი თუ გინდოდათ ეგ არის ხო და ეხლა ვკითხულობ რა ისე რაზე ვიცინით რა ახლა რომ დაფიქრდება ხო არა მაინტერესებს თემურლენგი არის თუ არა მტერი საბოლოო ჯამში ახლა მე ვფიქრობ რომ ამათთვის მტერი არის ეკაგიგაური თორე ახლა თემურლენგი რა მტერია თავად მტერი არის ეკაგიგაური მედია NGO და ასე შემდეგ არაფერი საწინააღმდეგო არც უზბეკეთის ამაკ არც თურქმენეთის არც ჩინეთის და არც იმის მაგრამ ჩვენ ამდენი წელიწადია 20 წელიწადზე მეტია უკვე მივდივართ ალტერნატიული გზით რომ რუსული ორბიტიდან გავიდეთ ჩვენთვის უსაფრთხოების ალტერნატიული გზა იყო ევროკავშირი ეს იყო ნატო და ეს იყო დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ეს პირველ რიგში ვიღაცას რო გონია რომ ეს ეკონომიკაა და არიქა ეხა პარიზში წავალოთ სამინდა და იმაში ლისაბონში წავალოთ სამინდა. ეგრე არ არის კაცო, ეგ იყო ძირითადად უსაფრთხოების თვალსაზრისით 20% გააქვს ტერიტორიის დაკარგული და კიდე რამდენ 20%-ზე მოგადგება რომ წაგგლიჯოს არავინ არ იცის დაცული რითი ხარ. მისი კეთილინები ჩვენ ვიცით რუსების კეთილინება ვისაც არ აქვს რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილება ეს იმანი ლაპარაკობს 200 წლიანი ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს და ერთი დღე არ ყოფილა რომ პარტნიორული ყოფილიყო ეს ურთიერთობა ერთი დღე მათ შორის არც 18-21 წლის განმავლობაში არც 18 წლამდე 17 წელს როცა მეფის რუსეთი შეიცვალა ბურჟუაზიული მთავრობდა ის ერთი წელი რო იყო ისიც არ ყოფილა პარტნიორული ურთიერთობა მაშინაც მუდმივად აქ იყო ხან რაღაც თავისუფლების ეგ ჩაურთავს ვიაცო ის რომ არაღიარების პოლიტიკა რასაც ქვია ეს მარტო საქართველოსი არ არის დამოკიდებული აქ ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები პრინციპულად არაღიარებენ და ამერიკას კანონი აქვს სპეციალური მიღებული რომ ამერიკისგან დახმარებას ვერ მიიღებ თუ აფხაზეთს აღიარებ და წინვალის რეგიონს ეხლა თუ ეს დავიგიდეთ ფეხებზე კაცმარიცის მაშინ რა მოხდება რა უკვე თავისთავად დათო კითხეთ მაშინ მოქმედ დიპლომატებს იმ პერიოდში ვინც იყვნენ რა ამერიკის შეერთებული შტატები ძირითადად და ევროპის სახელმწიფოებიც ტელეფონზე პირადად ურეკავდნენ საგარეო ურთიერთობის მაღალი ჩინოსტები ურეკავდნენ იმ პატარა სახელმწიფოებს რომლებიც აპირებდნენ აღიარებას და ბევრი ჩაჩეხეს თემა როდესაც აპირებდნენ აღიარებინათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და უკან წააღებინეს და მე მაგას ვამბობ როგორც კი ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის წამყვანი სახელმწიფოები შეასუსტებენ იმაზე კი არ ვამბობ რომ გამოვლენ და დეკლარირებულად იტყვიან რომ არაღიარების პოლიტიკა არ გვაინტერესებს ჩვენ და რაც გინდა იმას კი არ იტყვიან შეასუსტებენ უბრალოდ ამ მიმართულებით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ დამთავრებულია შენი სუვერენიტეტი და ეს არ ვიცი ახლა მე ვისაც ქვეყნის ინტერესი აღელვებს, ვინც ენა მამული სარწმუნოებაზე ლაპარაკობს განსაკუთრებით, ვინც არის კონსერვატიულად განწყობილი,
ვინც არის სამშობლოს ცნებავისთვისაც არის მნიშვნელოვანი. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც ვლაპარაკობ ეხლა და ამაზე აქ არ არის მარტო ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე და ასე შემდეგ ლაპარაკი და მის დაცვაზე. აქ მთავარი თემა არის შენი ქვეყანა ფაქტიურად ოფიციალურად შეიძლება წაიღოს რუსეთმა რა, ამაზე არის ლაპარაკი. აი ამ ვითარებაში, სადაც დღეს საქართველოში კვლავ გვაქვს სერიოზული დაპირისპირება, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასა და იმ საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შორის 100 დღეა. რეალურად მენდის აქციები უწყვეტად რუსთაველის გამზირი იკეტება 100 დღე მეგეთი რამე არ მახსოვს ნამდვილად და არ ყოფილა ასეთი რაღაცა. აი ამ რეალობაში რაღაცნაირად დაიკარგა თითქოს ეს ოპოზიციური პარტიები, ჩაიკარგა. სადახართ. რას აპირებდა? გეტყვი ამასაც თავისი ახსნა აქვს. მე მოდი ამა გავიხსენოთ ჩვენ ამ 100 დღის წინ რა მოხდა. 100 დღის წინ იყო 25 ნოემბერი, როცა პირველი სხდომა უნდა ჩატარებულიყო პარლამენტის და იმ პირველ სხდომაზე საპროტესტოდ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გამოვიდა ძალიან ცოტა ადამიანი, იმდენად ცოტა ადამიანი გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს პარტიები უკვე всё აღარ არიან საინტერესო ჩემთვის და ბარემ რა გეგმაც ჰქონდა, იმ გეგმასაც განვახორციელებ, თქვა 30 წლამდე დაივიწყეთ ევროკავშირი. მე კი თქვა მოგვიანებით, რომ საერთოდ დაივიწყეთო, მაგრამ მაშინ 28-ში ეთქვა და ამას მოყვა ეს სახალხო პროტესტი. ამ სახალხო პროტესტის დრო და ფორმა, ახლა მაშინაც არაერთხელ აქაც მილაპარაკია თქვენს ეთერშიც და საერთოდ მუდმივად ჩემთვის არის ძალიან საოცარი ეს პროტესტი, რაც არის ეს 100 დღიანი პროტესტი, მართლა უნიკალური მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. მართლაც საოცრად არა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დიდი როლი ითამაშა ამ არალეგიტიმურობის საკითხში. ის რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საერთოდ არ აღიარეს ლეგიტიმურად ხელისუფლება და იმიტომ დადიან უზბეკეთში და თურქმენეთში, რომ ევროპაში ვეღარ დადიან, არ აღიარებენ იქ. ეს არის იმ აქციების და იმ ბიჭების და გოგოების, რომლებიც დაპატიმრებულები არიან და ციხეში შედან. მაგრამ სრულიად უცნაური აქციებია, მე მაინც ქრესტომატიული აქციების მომხრე ვარ. ანუ აქცია როგორი უნდა იყოს, როგორც ჩაგვიტარებია კომუნისტების წინააღმდეგ, შემდეგ შევარნაძის წინააღმდეგ, შემდეგ სააკაშვილის წინააღმდეგ ვატარებდით ამ აქციებს და ვატარებდით ტრიბუნა იყო, ორატორები გამოდიოდნენ, კონკრეტულ რაღაცას ითხოვდნენ კონკრეტული ადრესატისგან. ითხოვდნენ ამას და ეს კონკრეტული ადრესატი ხშირად დისკომფორტში იყო. ასე დიდხანს ვერ გრძელდებოდა, ხო? რა თქმა უნდა, გეთანხმები, იმიტომ რომ ასეთ აქციებს შეიძლება უფრო ადვილად დაშლიდა ხელისუფლება. ამას რომ იყო სოციალური ქსელებით, რომ არ ყავდა ერთი ლიდერი, 10-ობით, შეიძლება 100-ობით ლიდერი ყავს ამ აქციას, რომელიც იმართება, ამის გამო გაძლო ამან 100 დღის განმავლობაში. მაგრამ თუ ამ აქციამ არ შეიძინა რაღაცა ტიპის პოლიტიკური რაღაცა ტიპის შტრიხები, ისე გეტყვით, რომ ხელისუფლებაც მიეჩვია ამ აქციას ბოლოს და რაიმე ტიპის რა შემთხვევაში ხდება ხელისუფლების უკან დახევა. უნდა გამოვიდეს რეგულარულად, დავუშვათ 10 დღის განმავლობაში, 2 კვირის განმავლობაში და გამოვიდეს 100,000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად ქალაქში. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის რომ გონია, რომ რაღაც წავიდა, მუხტი და რაღაც ამის გაკეთება არის პოლიტიკური პარტიების რა ვიცი, მე ვფიქრობ ამოცანა და თუ მოახერხებენ პოლიტიკური პარტიები ამის გაკეთებას, ასეთ შემთხვევაში ახალი მუხტი და ახალი თემა წამოვა. ოღონდ ახალი თემა რომ იმაში რა ქვია ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღოს თორ ოპოზიცია მონაწილეობა. ოღონდ გეტყვი, მე რა მაგაზეც გეტყვი, ესე იგი უბრალოდ იმისათვის რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ყველაფერში მიიღონ მონაწილეობა, რაღაცა ტიპის კონსენსუსი იმ ხალხს შორის, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს ამ აქციებს, შეიძლება ერთი არ არის და 100-ია დაუშვათ ასეთი ლიდერი, მაგრამ რაღაცა ტიპის დიალოგი, მოლაპარაკება, ჩამოყალიბება უნდა მოხდეს. დღეს როცა ლაპარაკია 4 ოპოზიციურმა პარტიამ მოილაპარაკოს ერთმანეთში და სალომე ზურაბიშვილის ეგიდის ქვეშო, ეგ 4 ოპოზიციური პარტია ხო ხედავთ ახლა 3 თვის განმავლობაში კოორდინაციის რეჟიმში მეტნაკლებად მუშაობენ, გაერთიანება და რაღაცა ერთ პარტიად გადაქცევა ეს გამორიცხული თემაა და ხო უნდა ნახო რომ რეალურად ეს არ გამოვა და შეუძლებელი ამბავია. მეტნაკლებად მუშაობენ და მე ვფიქრობ რომ საზოგადოების იმ ნაწილთან რომელიც ამ აქციებზე მუშაობს და პოლიტიკურ შემადგენელს შორის რაღაცა ტიპის კონსენსუსი ან რაღაცა ტიპის საერთო უნდა იქნას მონახული რომ ეს გადაიზარდოს რაღაცა სხვა მასშტაბში და სხვანაირი ხასიათი და თვისობრივად სხვანაირი გახდეს. სხვაგვარად არ ვიცი, მე ვერ გეტყვით და ვერ ვხედავ სხვანაირად როგორ უნდა გააქტიურდეს ქუჩაში ისევ
შიდა პროტესტი არა და ამ პროტესტს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს პროტესტი თუ არ იქნება მაშინ აგერ რასაც აკეთებს ეგ ბიძინა ხო ხედავთ არა ოპოზიციაზე ამბობს რომ არ მომწონს ეს პარტიები კაცო მაგინებენო მაკრიტიკებენ რაღაცა და აგერ იქნება ოპოზიციაო ვიწია ჯაფარიძეო თქვა ეს არის ოპოზიციაო ტელევიზიები არ მომწონს მერაბმეტრეველი რაღაცა და არა და ძალიან ზომიერი და დაბალანსებული ტელევიზია გაქვს მაგრამ ხო ხედავ რომ არ მოწონთ თქვენ ტელევიზია იქნება აგერ იმედი მაესტრო და პირველი არქივი ამბობს აგერ არასამთავრობოები იმიტომ ქვიათ არასამთავრობოები რომ თავრობას დამოკიდებული არ უნდა იყვნენ და არასამთავრობოები ეგენი არ ვარ გავა და მე გამოვყოფ ფულს და მე დავაფინანსებ კარგ არასამთავრობოებს ვამბობ ასეთი მიმართულებით მიყავს და ვინ შეუშლის ხელს არავინ არ შეუშლის ხელს ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოების საპროტესტოდ განწყობილმა ნაწილმა იყოს ერთმანეთში მიიღებთ მონაწილეობას გახარიას პარტია თუ არა არ ვიცი ახლა ეს არ არის აქტუალური თემა დღეს საერთოდ მე გეტყვი ერთ რამ მე ჩემ მოსაზრებას გეტყვი რა ყოველგვარი მოკიბვის გარეშე. მოკლედ. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერი რომ წაართვას პროტესტანტებმა ხელისუფლებას. ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი თუ არა? ბათუმის მერი რომ წაართვას რაღაცა. მე დარწმუნებული რომ ვერ წაართვებს. ერთი თემა, უბრალოდ მე სხვა რამეს გეტყვით რა. განაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე არ მიგვიღე, იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა ამ თემებზე ლაპარაკი, არ არის ეს აქტუალური თემა. მაგრამ ესე იგი ის რომ ეს თემა წინასწარ გადაწყვეტილად ყველამ გადაწყვეტოს რომ მოდი არ მივიღოთ მონაწილეობა და ტელევიზიით ელაპარაკოს ამაზე ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ეს არ არის სწორი და ღალატი იქნება და ერთ რამეს გეტყვი რა კიდე. არ მონაწილეობის არ მიღებაზე ადვილი არაფერი არაა მერაბ. არ მიიღებ რა არც ფულს დახარჯავა, არც ხალხში ივლი, არც რამეს იმას იზამ რა ქვია დააორგანიზება და თან იტყვი რომ არ მინდა ამ CSKO-ს პირობებში, ამ MBD-ს პირობებში, იმაში არ მიიღე მართალი გამართული პოზიცია გექნება და იჯექი სახში დაიძინებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ამაღამ და არ გაიღვიძებს სხვა იმასაც ვიტყვით თუ დაუშვათ არა მარტივას ვიტყვით თუ დაუშვათ არჩევნებს ვერ იგებ იმიტომ რომ ეს იქნება რაღაც ღალატი და ჩამოგდება შეგიძლია ხო არ ბევრი თემა, ამიტომ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა და მე ვფიქრობ რომ ამას ესე ჰაიჰარად ლაპარაკი არ არის მარგინალიზაციისკენ რაც უფრო მეტად წახვალ მე ერთი წამი მაქვს ერთი წამი კი აი შეხედე რუსები რო შემოვიდნენ საქართველოში მეფე რო ჩამოაგდეს მაშინ ერთი თავად იყო მაჩაბელი რომელიც არ აღიარებდა ამ რუსებს რა და ჩაიკეტა პროტესტის ნიშნად სახში და კვირაში ერთხელ გამოაღებდა ფანჯარას წავიდნენ იკითხავდა არა არ წავიდნენ და მოიკეტავდა ესე და მოკვდა ის მაჩაბელი და რუსები კი დარჩნენ და არ არის გესმის თემა და მეორე თემა იყო ალექსანდრე ბატონიშვილი ხანიკიდან შემოახტებოდა ხანიკიდან პრობლემებს უქმნიდა და იმ ალექსანდრე ბატონიშვილი რომ მოკვდა იმის მერე კიდე 40 წლის მერე ეშინოდათ რუსებს ესეთი თემა იყო ამიტომ ბრძოლის ფორმაა როგორ რანაირად გამოიყენებენ პარტიები მე ჩვენ პარტიაზე კიდე ერთხელ გეტყვი ჯერ არ გვიმსჯელია მაგ თემაზე და გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს მადლობა ზვიად ძიგური იყო ჩვენ სტუმარი ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა ეგ ვშთობებით კვირამდე კვირას გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით